მაშინ ლორია მაუღო, მოდი პირდაპირ გეტყვით. და ნახოთ ეხლა რა იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი 99 წუთი გამორბენი და გავიდა მაინც. თითქოს ახლოს იყო ლორია და საბოლოო ჯამში კარში მილჩენკო კარგი იყო, პასი ზუსტია. დარტყმა კიდევ ერთი და გოლია 2-2. ანგარიში გათანაბრდა. მატჩის 92 წუთზე ანგარიში მხოლოდ მეკარე იყო დარჩენილი და კიდევ ერთი შანსი სამგურალის ფეხბურთელები ამჯერად რა იქნება ვნახოთ დარტყმა და გავიდა გოლი 95 წუთზე წყალტუბოს სამგურალმა მაინც მოახერხა გოლი ისინი ვერ მიწვდა ბურთს მანე გადმოვარდნილ ბურთზე კარგია მამუჩაშვილი ჯორჯინიოს კარგი პასი საჯარიმოში და ბასილაძე ხდება გამარჯვების მინიმუმ მეორე გოლის ავტორი გამარჯვების ცოტა დავიცალოთ. ყოჩა ხალეკო ბასილაძე. გორელები პირიქით და აღნიშნული მატჩის შემდეგ ალბათ კიდევ უფრო ისეთი საბრძოლო განწყობაზე უნდა იყვნენ. დარტყმა და 2-2. კიდევ ერთი ლამაზი გოლი ჩვენი ჩემპიონატის. კიდევ ერთი ლამაზი გოლი. ძალიან შორიდან ძალიან ეფექტური დარტყმა. ამ შემთხვევაში აბუბაქარ კონტე ტყუილად არ დავასახელე ის